დღეს მე გავტესტავ TikTok ხრიკებს და დავამტკიცე რომ ისინი არ მუშაობს. სულ გვექნება 10 ხრიკი, ხოლო ამ 10-დან 5 მაინც თუ იქნება რეალური, მე მომიწევს ძალიან ცხარე წიწაკის ჭამა. პირველი ხრიკის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია აი ესეთი სტიკერის აძრობა, ისე რომ არ დავტოვოთ ზედ არანაირი წებო და არანაირი ფურცლის ნაწილი ნაგლეჯი, ასე რომ მაინტერესებს მუშაობს თუ არა. ამისათვის დაგჭირდება რაიმე ნივთი, რასაც სტიკერი აქვს, ამ შემთხვევაში ყავის თავსახური ავიღე და ფენი. ეს უნდა დავაყენოთ ყველაზე ცხელზე და უნდა გავაცხელოთ ეს, როგორც მივხვდი, უნდა გავახუროთ და შემდეგ გავაძროთ. მე მგონი საკმარისია და ახლა დავიწყებ ამის აძრობას. იმუშავა. ისი აძრობა საერთოდ არაფერი არ დარჩა ზედ. არ ველოდი მართლა, მეგონა რომ არ იმუშავებდა და დარჩებოდა. მაგრამ ეს შემთხვევით არც ისე კარგი ამბავია, მოდი სიმართლე ვთქვათ, რა ძალიან ცხარი წიწაკა მელოდება ვიდეოს ბოლოს. შემდეგი ხრიკისთვის დავჭირდება წყალი და ელემენტები. და ამ ხრიკს თუ დავუჯერებთ, თუ წყალს ელემენტებს აქეთ-იქიდან მივუშვერთ, უნდა დატრიალდეს შიგნით. ეს შემდეგ ხრიკებშიც დავჭირდება, ასე რომ გადავდებ, შორს არ წავიღებ. და ნუ ესე პლუს მინუსი უნდა მივუშვიროთ. არ ვიცი, ადებილოებს ვაკეთე, მაგრამ კაი, ცადოთ. რა თქმა უნდა ეს არ მუშაობს. რატომ მეგონა საერთოდ რომ ეს იმუშავებდა, არ ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია რომ არ მუშაობს და მოვატყვის. შემდეგი ხრიკი არის ასეთი, მიწის ხილის გასახსნელად დავჭირდება კოუზი, ნუ ასეა ჩვენა ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანმა, ასე გავუყრით და ასე წესით მარტივად უნდა გაიხსნას. მე მგონი მოვატყვის, ხო? აბა ესე გავუკეთე. ოკეი, ნუ გაიხსნა, მაგრამ მე მგონი ამდენ წვალებას ჯობია უბრალოდ ხელით გავხსნათ. უფრო მარტივი იქნებოდა. ამ ხალხს საიდან აგონდება საერთოდ ესეთი რაღაცები რა, კოუზით მიწის ხილის გახსნა, ანუ რისთვის არის ხელით უნდა გახსნა. ეს ჩავთვალოთ რომ მუშაობს? წესი თუ ან ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ფაქტია იმუშავა. მაგრამ რამდენი გამოსაყენებელია, მოდი ამას თქვენ მოგანდობთ და დაწერთ კომენტარებში გამოიყენებდით თუ არა ამ ხრიკს. ნუ ახლა ამას კი შევჭამ, ვიცი. გემერია ხოშუს. მოვიდა ჩვენი შემდეგი ინვენტარი. არ ვიცი ვინმე თუ მივხვდით საერთოდ ახლა რა უნდა გავაკეთოთ. ამისათვის დაგჭირდება ჩაის პაკეტები და ერთი ცალი პაკეტი ამოვიღოთ. ვიდეოში როგორც იყო ნაჩვენები, ეს უნდა გავხსნა საერთოდ. თუმცა ვიდეოში როგორც ვნახე, მე მგონი ცოტა სხვანაირია ჩემი. ესე იგი ეს უნდა დავაყენო ახლა აქ როგორმე. და ახლა ცეცხლი უნდა მოვკიდო და უნდა აფრინდეს. აი დავიწყოთ იმედია სახს არ გადავწავ, თუ რამეა იცოდეთ და 112-ში დაიგეთ. აფრინდა მეგობრო. არ ვიცი ახლა ეს რისი ბრალია. ჩემი ჩაის პაკეტის პრობლემა იყო თუ რისი პრობლემა იყო, არ ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია რომ არ იმუშავა. ჩემთვის უკეთესი წიწაკის ჭამა არ მოვიწევს. თუ ხართ სრულწლოვანი და ეძებს სამსახურს, სადაც გამოცდილების გარეშე შეძლებთ დასაქმებას და განვითარებას, მაშინ მინდა გითხრათ რომ Safe Home Agency თქვენთვის აქვს ვაკანსია. ისინი თავად შეგასწავლიან ბინების ყიდვა, გაყიდვა, გაქირავების სფეროს და საუკეთესო აგენტად დასახელების შემთხვევაში შეიძლება დუბაიშიც კი გაგიშვან. ხოლო თუ უბრალოდ ბინის ქირავა ან ყიდვა გსურთ, შეგიძლიათ დაიკონტაქტო Safe Home Agency-ს და ისინი სწრაფად და იაფად მოგიზებიან შენთვის სასურველ ბინას. ყველანაირი ინფორმაცია იქნება აღწერაში, ახლა კი განაგზეთ ვიდეოს ყურება. შემდეგი ხრიკისთვის დავჭირდება folga ელემენტები და რაიმე ნივთი, რასაც სჭირდება აი ასეთი საათის ელემენტი, ეგრეთ წოდებული. ნუ რა ვიცი, წნევის აპარატი ყავე მარტო რასაც ესეთი ელემენტი სჭირდებოდა, ასე რომ გამოვიყენოთ ეს. იმ შემთხვევაში თუ ესეთი ელემენტი აღარ გვაქვს და გვაქვს წვრილი, თუ დავახოთ folga-ს, ჩავდებთ ერთ-ერთ სლოტში და დავუმატებთ ელემენტს, ეს იმუშავებს. მუშაობს. ხო არ გადავა. ნუ პრინციპში იმუშავებს, იმიტომ რომ ეს ალუმინის არის და ნუ როგორც ისეთ ელექტროგამტარია. მაგარია. ეს ძალიან გამოსადეგია სხვათა შორის, რავი. შემდეგი ხრიკის მიხედვით, თუ ფანტაში ჩავასხავთ კვილის პასტას, ფანტა შეიცვლის ფერს. რა თქმა უნდა, ეს სისულელია და სავარაუდოდ არ იმუშავებს, მაგრამ მაინც ხო უნდა ვცადოთ ჩვენი ამის. გავხსნათ ფანტა. წყურო და მეგობრებო რა ვქნათ. ასევე გავხსნათ კვილის პასტა. ფანტას ვაფუჭე მეგობრებო რა, არა და როგორ გემრიელად გამოიყურება. თუ ჩავასხავთ წესით და რიგით ფერს შეიცვლის. აბა ვნახოთ. ახლა უნდა ავაჯანჟღაროთ. და მეგობრებო შეიცვალა ფერი. როგორ? კარგი ხო, რა თქმა უნდა ეს მონტაჟით გავაკეთე, ფერი არ შეუცვლია, მოგვატყუეს, ფანტასტიკური და გავაფუჭე, მაგრამ არა უშავს. ნუ არენდოთ, არავინ არ გაიმეორებთ, მაგრამ ფერს იცვლის რა მაგარი. ამჯერად ჩვენ გვჭირდება ცარიელი ბოთლი, ჭურჭლის ჟელე, სველი ხელსახოცი და თებში ცოტა წყლით. და კიდევ დაგჭირდება რეზინები იდეაში, მაგრამ რეზინები არ მქონდა, ამიტომ გამოვიყენებ თოქს. უნდა გადავჭერთ ბოთლი. მაგიდა და გადასაფარებელი არ დაზიანთ, თორე მე პორიჟოხს მოგარტყავენ. ასეთი სიზუსტით ბოთლი ჯერ ცხოვრებაში არ განამიჭრია. ახლა გვინდა სველი ხელსახოცი, რომელსაც დავამაგრებთ ბოთლზე. მეგობრებო, ახლა აღმოჩნდა რომ მქონია რეზინი. და ნუ ახლა ეს ხელსახოცი უნდა მოვაჭროთ. არაბს გავს. ჰაბიბი გაიჩნდა. ჟელე უნდა ჩავასხათ წყალში. მოურიდოთ, გავხსნათ. და ახლა წესი და რიგით თუ ამას ჩავყოფთ ამ წყალში და შემდეგ ჩავბერავთ, უნდა გამოვუშვას საყმის ბუშტები.
მუშაობს. აუ რა მაგარია. თან ძალიან ბევრს უშვებს, ხო არ გადაო. ეს ძალიან მაგარია. გასართობიც არის, საინტერესოც არის. იმუშავა. მაგარია. ჩვენ კი გადავიდეთ შემდეგ ხრიკზე. შემდეგი ხრიკი არის მელანი რო წაშალოთ, მოკლედ მაგისთვის არის. ამისათვის გჭირდებათ ფურცელი, კალამი და სანთებელა. ესე იგი, მოდი მე ხარ დავწერე რაღაცას. ნუ, რა თქმა უნდა, მე აქ დავაწერე subscribe, იმიტომ რომ არხი უნდა გამოიწეროთ და ვიდეო დაალაიქოთ, რათა 10000 გამოიწეროს, რაც შეიძლება მალე ავიდე. და ახლა გავტესტოთ მუშაობს თუ არა. რა თქმა უნდა არ მუშაობს და რაზე ვფიქრობდი საერთოდ სანთებელამ რანაირად უნდა წაშალოს მელანი. შემდეგი ხრიკი, რომლის მიხედვითაც iPhone-ის ყუთში არის დამალული кейსი, რომელიც შეგვიძლია გავხსნათ და გამოვიყენოთ. მუშაობს? არ ვიცი, გავიგებთ. ეს არის 15 Pro-ს ყუთი და რო გავხსენი დამტენის მეტი არაფერი არიდო, ასე რომ ძალიან მაინტერესებს ახლა აქ თუ რაღაც დევს, გავგიჟდები. აი ეს ნაწილი უნდა ამოვიღოთ. არც ამოდის. და ანუ შიგნით სივრცეც არ არის. ხო, ნუ როგორც ჩანს, ესეც ტყუილია, რა თქმა უნდა, ტყუილი იქნებოდა თავისთავად. ნუ რას ვიზავთ? არის მუშაობა, რა თქმა უნდა, ამანაც სრული ტყუილია. ჭირდება ისევ ჟელე, სოდა, რაიმე ჭურჭელი, ისევ და ისევ კბილის პასტა და ფეხსაცმელი. ეს არის ჩემი ფეხსაცმელი, ვანსები ვისაც გევასებათ დაწერთ კომენტარებში. და ნუ მოკლედ, ხრიკი არის ისეთი, რომ აი ამ გვერდების გათეთრება შევძლებთ ამ ნაზავით, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესოა, მაინტერესებს იმუშავებს თუ არა. თან საკმაოდ გამოსადეგი იქნება თუ იმუშავებს, რავი, ფეხსაცმელი ხშირად მესურება და საინტერესო იქნება მოკლედ. ჩავასხათ. დავაყაროთ სოდა. და დავასხათ ჟელე. ახლა ყველაფერს ავურევ. და გავტესტოთ, აბა. ცოტა სამოვიღებ და წავუსმე. ახლა ცოტა ხანი დაველოდოთ სანამ გაშრება და გავიგებთ მე იმუშავა თუ არა. მანამდე მინდა გთხოვოთ რომ არხი გამოიწევოთ და ვიდეო დალაიქოთ, რადგან წინ მივიწევთ 10000 გამომწერისკენ და 10000 გამომწერზე ვაპირებ რაიმე გათამაშების გაკეთებას. რას გავათამაშებ არ ვიცი, ნელა მოვიფიქრებ, თუმცა ამისათვის აუცილებლად უნდა გამოიწევოთ არხი, ასე რომ გქონდეთ subscribe-ის გლაკი რომ არის დააჭირეთ. ახლა ეს გავწმინდოთ. სიმართლე გითხრათ, მე დიდად ვერ ხვდები. ახლა რა მოხდა აქ? თუმცა მეორე ფეხსაცმელს განახებთ. აი მე ამ ხრიკს ჩავთვლი მაინც, იმიტომ რაღაც შედეგი არის, ეთყობა რა განსხვავება. თუმცა სავარაუდოდ ჩემი პრობლემის ბრალია, ან უფრო დიდხანს უნდა დამტოვებინა, ან კარგად უნდა გამეხეხა, ან რაღაც ამდაგვარი შეიძლება დოზები ამერია და ცოტა მეტი დამჭირდა რაღაცეები. ნუ მოდი ჩავთვლი ამას, იმიტომ რომ რაღაც შედეგი ქონდა. და აი ისიც. ხილა ბიჭო ეს რა არის? რანაირად გაზარდეს ამხელა ციცაკა ვაფშე. ცხარ-ცხარად გამოიყובה და სადაც ვიყიდე იქაც მithქვას რომ ძალიან ცხარეაო და. საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო, 10 ხრიკიდან 5 მაიმუშავა და 5 არ იმუშავა და შეიძლება ითქვას რომ დავამტკიცე რომ არ მუშაობს. მე მგონი ვერ დავამტკიცე. მაგრამ არა უშავს. თუ ამ ვიდეოს ექნება 2000 ლაიქი, მე გადავიღებ TikTok-ის ხრიკების მეორე ნაწილს და იქ ნამდვილად დავამტკიცებ რომ არ მუშაობს TikTok-ის ხრიკები. ახლა კი შევჯამოთ. ყوار გადაუ. ოუ ძალიან ცხარია. ვა ბიჭო. თავი და იყო ესეთი მწარე. ეს პატარა გადარჩა. ოუ არა. ძალიან ცხარია. აი ეს რა დასტოვია. შესრულებულია მეგობრებო. არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ, მე ვეღარ ვლაპარაკობ. Peace.